ჩვენი გადაცემის ნახევარი გავიდა და შესაბამისად ეხა უკვე საკმარისად შევზადეთ და ამიტომ ეხა მივედით ლოგიკურად ვინც მოყვებოდა და აქამდე გვისმენდა მიხვდება ალბათ რომ ეს ყველაფერი საჭირო იყო იმისათვის რომ მოვსულიყავით უკვე იმ 28 პუნქტიან გეგმამდე და გვენახა ხო რა არის აგერამა ყველაფერი ჩამოწერილი მაქვს სპეციალურად ამოწერილი რომ ეს მე რაღაც ისე კი არა რომ ესე ჰაერიდან მოტანილი რაღაც არ გადავხედოთ ამ გეგმას რომელიც თქვენს ქართულ სოციალებში რომ ეს არის იდიოტების შედგენილი რომ ეს არის ვიღაც დილეტანტების რომ ეს არის აქეთ-იქით მოკლედ 1000 არ მოვისმენე მოკლედ 1000 ეგზოტიკური აზრი მაგრამ პუნქტი პირველი დამტკიცებული იქნება და უზრუნველყოფილი უკრაინის სუვერენიტეტი. ნუ თავისთავად ახლა ზოგადი სუვერენული განცხადება, ნუ რა თქმა უნდა დამტკიცებული იქნება, უბრალოდ ყველა შეიკრიბებიან და იტყვიან რომ უკრაინას ჩვენ ვაღიარებთ, უკრაინა არის სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა. ნუ დიდუქე. არის ახლა ამაში რამეს ნიშნავს, რამე მიუღება, არა, პირველი პუნქტი სისულელია, ხო? რაღაც ზოგადი განცხადება. მეორე რუსეთს, უკრაინასა და ევროპას შორის უნდა გაფორმდეს ურთიერთ თავდაუსხმელობის ხელშეკრულება. და ბოლო 30 წლის მანძილზე არსებული ყველა გაუგებრობა ჩაითვალოს მოგვარებულად. ნახეთ, რამდენად სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია ეს მეორე. ესე იგი, რუსეთს, უკრაინასა და ევროპას შორის, ესე იგი, რუსეთმა უნდა ოფიციალურად ხელშეკრულება დადოს, რომ არავითარ შემთხვევაში ევროპას არ დაესხმება თავს, ხო? და ჩადებული ამ ხელშეკრულებას, იმიტომ რომ ამ ხელშეკრულების დარღვევას რა ეს იქნება შედეგები, ამაზე თალკე ვისაუბრეთ მე, ესეც ჩადებული ამ ხელშეკრულებაში. ესე იგი, ნახეთ, დღეს ეს რატო არის ევროპისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია აქ ჩადებული. იმიტომ რომ ევროპა ხო ვიცით დღეს ჩვენ გამოვიდა ევროკავშირის თავმჯდომარე და აცხადებს რაღაც 2030 წლამდე ჩვენ არ გვექნება საშუალება ის თავი დავიცვათ უბრალოდ იმიტომ რომ 10 იარაღი გვაქვს, არ ჯარები არ გვაქვს. ხო, ეხლა დაიწყო მან საფრანგეთმა და გერმანიამ განსაკუთრებით თავისი შეიარაღებული ძალების გაზრდა და ახალი შეიარაღებების მიღება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე ფაქტიურად ამ მეორე პუნქტით იცავს უკრაინასთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატები იცავს ევროპის უშიშროებას. მიუღებელი არის რამე ამაში რაღაც კატასტროფა არა. პუნქტი მესამე. რუსეთი აღარ უნდა დაესხას თავს მეზობელ ქვეყნებს. და მეორე წინადადება და ნატოც აღარ გააგრძელებს გავრცელებას. ეხლა რა არის ნახეთ რამდენად მნიშვნელოვანი ამ პუნქტის გადამწყვეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას საქართველოსთვის. ნახეთ, ისევ გამეორე პირველ წინადადებას. რუსეთი აღარ უნდა დაესხას თავს მეზობელ ქვეყნებს. ესე იგი, რას ნიშნავს? თუ რუსეთი დაესხება თავს ნებისმიერ მეზობელ ქვეყანას. საქართველოს არ შედის ამაში, ხო? აი დაუშვათ რომ რუსეთი დაესხა თავს საქართველოს რაღაც ხო ჩვენ ხო ამას აეგერ იგივე ჩვენი პატივცემული ოცნება რომ ამით აშინებს ხო ჩვენ საზოგადოებას აი რუსები შემოვარდებიან აი რუსები ჩვენ თუ ასე არ მოვიქცევთ აი რუსები არა ბატონო აი ეს აი ნახეთ როგორ ის არის აი ეს პუნქტი ეს თუ იქნა მიღებული იმიტომ რომ აი ამის დარღვევას აქ გამანადგურებელი შედეგები მაგას მე ვნახავთ კი ხო ხედავთ ესე იგი რამოდენ თუმე ვინმე სადმე მოისმინე თორნიკე ან ნახე დაწერილი რომ რატომ არის მნიშვნელოვანი ეს მესამე პუნქტი რომ საქართველოსთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი რომ გრძალავს რუსეთს ხელშეკრულებისთვის და რასაკურველია საქართველოს მეოთხე ესე იგი ჯერჯერობით რომელიც სამ პუნქტი არაფერი ვინახია მეოთხე პუნქტი ნატოსა და რუსეთს შორის ამერიკის მედიატორობით დაიწყება დიალოგი უშიშროების საკითხების მოსაგვარებლად და დეესკალაციის დასაწყებად და შემდგომი ეკონომიკური ურთიერთობების გასაძლიერებლად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს რა არის აქ მიუღებელი? არაფერი ზოგადი განცხადება ძალიან, რომ ნატოსა და რუსეთს შორის რა ამერიკის მედიატორი იქნება და დეესკალაცია, ხო? იგივე ეს არის ფაქტობრივად მესამე პუნქტის გაგრძელება, რომ დღეს ხომ ევროპა აცხადებს, რომ მეშინია იმით, რომ თავს დამესხას შესაძლებლობა არის რუსეთი და ამიტომ აი ამ დეესკალაციაზე იქნება საუბარი. მეხუთე პუნქტი. უკრაინა მიიღებს საიმედო უსაფრთხოების გარანტიებს. აი ახლა აქ მეტი არაფერი არ ნათქვამი, მაგრამ საიმედო უსაფრთხოების გარანტია, იმიტომ რომ აი აქ არის სწორედ ეს არის, იმიტომ რომ ჩარჩო ხელშეკრულება შეიძლება კონკრეტიკა არ არისო ჩადებული, კონკრეტიკა სხვა პუნქტებშია ჩადებული
აი ეს არის სწორედ ამ სხვა პუნქტების და შემდეგ სპეციალურად შექმნიან იმას და ჩამოწერენ კონკრეტულად ყველა პუნქტს, აი ამაზე უნდა იმუშაოს სწორედ დელეგაციებმა, რომ რა იქნება ეს პუნქტები შინაარსით შეავსოს ეს ყველა დებულება რა. და რა თქმა უნდა, ზუსტად ისევე როგორც მაგალითად 1939 წელს, როდესაც ეგრეთ წოდებული ზამთრის ომი დასრულდა ფინეთთან, ხო? დადო ხელშეუხებლობა საბჭოთა კავშირსა და ფინეთის ხელშეკრულება დაიდო, რა მოხდა? ფინეთის ტერიტორიის 12% გადაეცა de jure გადაეცა საბჭოთა კავშირს. სამაგიეროდ საბჭოთა კავშირმა და ამავე დროს ფინეთისგან მოითხოვეს რა? ნეიტრალიტეტი და განდევნა გერმანული ჯარების. რომ არ მისცეს უფლება რომ გერმანული ჯარები შესულიყო ფინეთის ტერიტორიაზე. და რა მოვიდა ფინეთს მაშინ გაუბედურდა? ფინე დღეს ვერ ხედავ და ფინეთი დაკარგულია გაქრა. და წარმოიდგინეთ თქვენ ფინეთს გაეგრძელებინა მაშინ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომი, ხო? ნუ გავანებოთ ამას და. მეექვსე პუნქტი. ამ უკრაინის არმიის რიცხოვნობა განისაზღვრება 600,000 კაცით. აუ ეს ამაზე ატყდა ერთი ამბავი რომ როგორი შეზღუდვა მიდის უკრაინის შეიარაღებული ძალების და რა იშველება უკრაინის შეიარაღებული და მოკლედ ამ ხალხს გადავხედებ რომ წარმოდგენა არ აქვს იმაზე საერთოდ რა იყო და რა არის აი უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა. ნუ მოვიძიე 2014 წელს უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა იყო 130,000 კაცი. 2018 წელს იყო 200,000 კაცი. 2020 წელს აი ომის წინ უკრაინის შეიარაღებული ძალები დიოდა 298,000 კაცს. და დღესდღეობით ფრონტზე როდესაც აქტიური სამხედრო მოქმედების პირობებში უკრაინის შეიარაღებული ძალები არის 900,000 კაცი. ხო და აქედან დაახლოებით 150,000-მდე მხოლოდ ჩართული აქტიურ სამომარ ვითარებაში. ეხლა აი ამ ყველაფრის ფონზე სხვათა შორის სტამბულის ხელშეკრულებას რო იყო მაშინ როდესაც აძალებდნენ და მართლა ძალიან ცუდი პირობები იყო წამოყენებული. მაშინ ტანკია ის უნდა ყოლოდა მხოლოდ 400 მეტის უფლებას არ აძლევდა. არანაირი სხვა მის შეიარაღების შეზღუდვაზე ამ ხელშეკრულებაში ლაპარაკი არ არის გავხსენე. არაფერი არ არის. 600,000 კაციანი არმია, რაშიც არის, რა თქმა უნდა, არ შედის არც რეზერვი, არ შედის არც შიდა გვარდია, არ შედის არც პოლიცია, რომელიც ჩვენ ვიცით ძალიან კარგად, მაშინ თავის დროზე ჩვენ საქართველოსიც გავაკეთეთ ეს და პუჩი რო იყო ელცინის ესა რა ქვია დროს რუსეთში უცებ ეროვნული გვარდია რომ იმას შინაგან ჯარებად გადაკეთდა და ასე შემდეგ. ხო უბრალოდ იურიდიული ცვლილება იმისი რომ არ მომხდარიყო რაღაც მიზეზი არ მიგვეცა. ხო, მიზეზი რო არ მიგვეცა. შესაბამისად აი ამაში მიუღებელი არაფერი არ აქვს იმედი. 6 დღევანდელ საომარ კონვენცია დღევანდელ ომში თუნდაც კონვენციური ომი იყოს და არა უკვე ვიცი ჩვენ ძალიან კარგად რომ ხელოვნური ინტელექტი და დრონების ზომი მეტის ზედად 600,000-იანი არმია უკრაინისთვის არის სერიოზული თავდაცვის ძალა. მით უმეტეს რომ არანაირი იარაღის კატეგორიების შეზღუდვაზე საუბარი არ არის. ოკეი, გავაგრძელოთ. მე-7 პუნქტი. უკრაინა თავის კონსტიტუციაში ხაზს გაუსვამს, რომ არ შეუერთდება ნატოს. და ნატო თავის მხრივ დათანხმდება თავის წესდებაში და აფიქსირებს, რომ არ მიიღებს უკრაინას თავის რიგებში. კაცო, ნატო იგივე ჩვენთვის თვითმიზანი არაერთხელ მithქვამს, იგივე საქართველოსთვის, ხო თვითმიზანი კი არა ნატოში შესვლა ჩვენ გვინდა იმის გულისთვის, რომ თავი დავიცვათ რუსეთისგან. თორე ჩვენ დამაგალეთ გარანტიები რო ქონდეს იმისა, რომ არავინ შვეიცარიასაც ვიყო და თავს არავინ არ დაგვეზღუება, კისერი უტეხია ნატოსა და ნებისმიერ სხვა სამხედრო ბლოკსაც, რატოში ვართ რუმელინაში, თუ კი ჩვენ შეგვიძლია საკუთარი თავის დაცვა, ან ჩვენი თავის დაცვა გარანტირებული იქნება სერიოზული საერთაშორისო გარანტორების მიერ, ხო? შესაბამისად, ანუ მიზანი არის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და თუ ეს უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება, მაშინ ნუ გინდა ყოფილა ნატო გინდა არა, ნუ რა მნიშვნელობა აქვს. გავაგრძელოთ ამის შემდეგ. მერვე. ხო, ჯერჯერობით ხედავთ არანაირი კატასტროფა 7 პუნქტში არ ყოფილა, ხო? აგზელო.
მეორე პუნქტი, ნატო თანხმობას განაცხადებს, რომ არ განალაგებს ჯარებს უკრაინაში. ნუ კარგით ერთი რა, როდის იყო ნატო ახლა აგერ გამწარებული ბრძოლა მიმდინარეობს და ერთი რომელი უცხოელი ჯარისკაცი ნახეთ, შეიყოს ახლა ეს ტრაბახა ის მაკრონი მამალაკინთა რო აგზავნე 10000 თუ 20000 საფრანგ ჯარისკაცი ხაფრების არ იყოს, ხო? ნახეთ ნახეთ ეს რასაც არაკეთებენ იმისი ისწერია, ისაც არაკეთებენ. ესე იგი ააკეთებენ წერენ იმას პუნქტებში არის შეტანილი უბრალოდ გაზრდილი იყოს ეს პუნქტები ძალიან კარგი ეს არის სწორედ ამას ქვია smoke screen-ი ანუ აი სწორედ კვამლის ყუმბარა რომ აი ამ კვამში რომელიც დადგება გატანილი იქნეს მნიშვნელოვანი საკითხები აი ჯერჯერობით აი ამდენ კვამში იყო ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც გაიტანა ერთი რომ უკრაინის ჯარები იქნება 600000 კაცი ყოველგვარი შეიარაღების შეზღუდვის და ეს ძალიან მაგარი პუნქტი და მეორე ძალიან მაგარი პუნქტი ჩვენთვის პირადად ქართველებისთვის არის ის რომ სხვასო თავიდან რუსეთი აღარ უნდა დაესხას თავს მეზობელ ქვეყნებს. აი ხედავთ ამაში როგორ დანარჩენია ბლა 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 რაღაც ისულელები ყვამი. მეცხრე ევროპული სამხედრო თვითმფრინავების შეიარაღებული რა თქმა უნდა ეს ავიო გამანადგურებლები განლაგდება პოლონეთში. ნუ კაი ერთი აბასადაა განლაგებულია. ხო? ნუ ფაქტია აღნიშნეს. კი ბატონო მეათე ამერიკა იძლევა გარანტიას რომ პირველი ამერიკა მიიღებს კომპენსაციებს ფინანსურ კომპენსაციებს გარანტორობისათვის ხო ახლა მე თუ გარანტორი ვარ ჯარს იმაშვები ამ საქმიანობაში მონაწილეობას ხელფას უნდა გადამეხადო რა თქვილად ვარ გავაკეთებ ამას ხო კი ბატონო მისაღები რამე პრობლემა გაქვს ამასთან არა მე არა ნუ საერთოდ რა გასახილო ეგ ხო კი ბატონო ხო მეორე თუ უკრაინა შეიჭრება რუსეთში, დაკარგავს ამ გარანტიას. ნუ ახლა თავისთავად კომიკურია, ხო, ეს მუხლი, ხო? ეს კომიკური. ხო, ეს ქვეპუნქტებია მეათე პუნქტის. თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, აი ნახეთ, აი შემდეგი ისევ. კვამლი, სისულელე გავიცინეთ და ამ სიცილში რო გააბრიყვებ ამას და მოეშვებიან ძალიან მაგარი მუხლი. ნატოს მეხუთე მუხლი შედის მოქმედებაში პირდაპირ. აქტიურად. ნახეთ, თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, კოორდინირებული სამხედრო პასუხის გარდა. ესე იგი, კოორდინირებული ევროპის, ნატოს, ამერიკის, უკრაინის კოორდინირებული სამხედრო პასუხის გარდა, ყველა გლობალური სანქცია აღდგება. ანუ ზურა, აქ მინდა მეც დავუმატო, რომ აი ეს წერია რომ ნატო არ განალაგებს, ის არ იქნება. როგორც კი ამას დაარღვევს ის ყველაფერი უქმდება და არ განალაგებს კი არა ვალდებულებას იღებს და შევარდეს და დაპყრობილი ტერიტორიების დე ფაქტო კიდევ მეორე არა დე იურე რაც არის სინამდვილე ნამდვილი აღიარება დე იურე დაპყრობილი ტერიტორიის დე ფაქტო აღიარება გაუქმებული იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ იქიდანაც წადიოევნებია რა ხო, ეს არის ძალიან მესამე, აი ჯერჯერობით ამ 10-დან ხედავ ჩვენ რომ 7 წყალი, 3 ძალიან მნიშვნელოვანი მაგარი პუნქტი. ახლა თუ ვინმეს მე დავტოვებ რაღაც დროს, რა თქმა უნდა, შეკითხვებისათვის, რამე პრობლემა იქნება, ვინმეს მოუნდება ოპონირება დიდი სიამოვნებით. აი ქვეპუნქტი. თუ უკრაინა დაბომბავს მოსკოვს ან სანქტ-პეტერბურგს უმიზეზოდ გარანტიები მოიხსნა. ნუ ეს კიდე ხო გავიცინოთ ისე ხო ეს დავიჭიმეთ შევატარეთ და მე ისე გავიცინე აი ეს პირველი ესე იგი მესამედი გავიარეთ ხო 10 პუნქტი გავიარეთ ჯერჯერობით ნახეთ რამე ღმერთო ჩემო თურმე რა საშინელება წერია გავაგრძელოთ მე-11 უკრაინას მიეცემა ევროკავშირში გაერთიანების უფლება და სანამ წევრად გახდომამდე მიეცემა ევროპულ ბაზრებზე პრეფერენციული ზონა. გადასარევია. ხო? ჩვენი ესე იგი რომ ევროკავშირს ფაქტურად ევროკავშირთან მედიატორობას უწევს უკრაინას, ეუბნება რომ თქვენ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უკრაინა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. ფაქტურად ეს ამერიკა და რუსეთს ამაზე პრობლემა არის. ეკონომიკაში პრეფერენციები მიეცემა. პრეფერენციები წარმოგიდგენია. ხო, სანამ ეს, იმიტომ რომ თქვას დაუშვათ იგივე უკრაინა ხო შეიძლება ვიღაცა გამოვიდეს ინტრიგანი და თქვას რომ იცით რა მაგი როდის იქნება აგე საქართველოსაც დაეუბნებიან, თურქეთსაც ეუბნებიან და როდის იქნება მაგი. იმიტომ რომ მთელი მანამდე ფაქტიურად მუშაობს.
ხო, მანამდე ვაჭრობა და ისა რაც არის, რაც ჭირდება ჩვენ, მანამდე ეს არ გვექნება. არა, გეუნებიან. თან რა იცი? თვითონ ევროკავშირს აიძულებს რომ სწრაფად იმუშავებს, იმიტომ რომ ის პრეფერენციული ისინი რომ დროზე მოიხსნას, ამიტომ ევროკავშირმა დროზე უნდა მიიღოს. აი, ეგ მინდოდა მეთქვა რომ ფაქტურად მერე გინდა მიიღია, გინდა არა, ეს სანამ არ მიიღე პრეფერენციები მეკნება. კარგი არ არის, იგივე. ხო, ნუ გადასარე. მე-12 მუხლი. უკრაინის აღმშენებლობის გლობალურ პაკეტში შევა შემდეგი ფაქტები. ეს არის სუფთა ეკონომიკური, მაგრამ ძალიან კარგი. პირველი და ქვეპუნქტებია მე-12-ში. უკრაინის განვითარების ფონდის შეიქმნება, რათა ინვესტიციები ჩაიდოს ახალ ტექნოლოგიებში, საინფორმაციო ცენტრებში და ხელოვნურ ინტელექტში. კაია, რა არის ამის ნორმალური. ამერიკა უკრაინასთან ერთად ააშენებს უკრაინის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურას, მათ შორის მილსადენებს და სპეციალურ საცავებს. დიდებული. ერთობლივად განახორციელებენ ომით დაზიანებული ტერიტორიების აღდგენას, რეკონსტრუქციას და მოდერნიზებას. გადასარევი ინფრასტრუქტურული პროექტები უკრაინელი ხალხისთვის. მინერალებისა და სხვა ბუნებრივი რესურსების მოპოვება და აქ რა თქმა უნდა აქ ამუშავდება სწორედ ის მინერალების ცნობილი ხელშეკრულება, რაზეც ჩვენ გადაცემის დასაწყისში ვსაუბრობდით. და სოფლიო ბანკი, უკვე სოფლიო ბანკიც იქნება ჩართული, ეს არ იქნება მარტო ამერიკა, ეს არის კოორდინირებული კიდევ მეორე, მთელი სოფლიო ევროპა და ამერიკა ერთად იქნება ჩართული. სოფლიო ბანკი შექმნის სპეციალურ ფინანსურ პაკეტს ამ ძალისხმევის დასაფინანსებლად. დიდებულია, ეს უკრაინისგან კი არ წამოვა ეს ფული. სოფლიო ბანკი ჩადებს ამ. 12 პუნქტი. გადავიდეთ მე-13 თარს პუნქტზე, ხო? და მართლა თარსი და უსიამოვნო პუნქტია, მაგრამ მოხდება რუსეთის რეინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში. ბუნებრივია, ეხლა ოღონდ უყურეთ როგორ. აი ეს არის ხო ესე თავზე დაეწერა რომ მოხდება რეინტეგრაცია. მაგრამ რუსეთს, რომლის ეკონომიკა სერიოზულად დაფშვნილი და ნებისმიერი შეუძლიათ მოიძიონეს ინფორმაცია, რომ წლები დასჭირდება თუ დეკადები არა იმ დონემდე მისვლას, რა დონემდე რუსეთი ომის დაწყებამდე იყო და ეს უკვე რუსეთის მარცხი არის ობიექტურად როგორც გინდა და როგორც გნებავთ, ისე ჩათვალე და რაც გინდა გამправებელი მიწოდეთ და გამომправებელი, ნახავთ რუსეთის ეკონომიკა არის დანგრეული. და დედა აქვს ნაპირები, მაგის აღდგენას დაჭირდება დეკადები. მაგრამ გავანებოთ ამას თავი. ამას აქვს ორი ქვეპუნქტი. პირველი, სანქციების მოხსნა მოხდება ეტაპობრივად და ცალკეული კერძო შემთხვევების განხილვით. ესე იგი, რამხელა ინტერპრეტაციის საშუალებას ტოვებს, ხო? ისე კი არა, რომ მოიხსნება ახლა ყველაფერი და როგორც ისე ძმაკაცები ვართ, ყველაფერი დაიწყება ისე ვახდე, არა ბატონო. ეს მოხდება ეტაპობრივად. რაღაცებს დაგითმობთ და გიყურებთ. 1-2 წელიწად. მე კიდე რაღაცე თუ მოიქცევი წესი რა და შევარდები უკრაინაში, არ შევარდები საქართველოში, იმასა და ანუ ზურა ეხლა მე არის კითხვებში. ფაქტურად წინასწარ გარანტიები დევს, თუ არ შეასრულებს რუსეთი, რა ხდება მაშინ? ესენი უკვე გაწერილია აი ამ იმეებში პუნქტებში რა. ქვეპუნქტი აქ ამბობ ამერიკა რუსეთთან შევა ხანგრძლივ ეკონომიკურ ურთიერთობაში, აი ბლა ბლა ბლა. ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების, ინფრასტრუქტურის, ხელოვნური ინტელექტის, იშვიათი მინერალების, რომელიც და არქტიკის ათვისებაში, რომელიც არხაც პუტინს ეს პატივი აი ხო იძახო და მაშინ ალასკაში რო ჩამოვიდა ერთად ავითვისოთ არქტიკას. კი ბატონო. წყალ-წყალა ზოგადი განცხადება, რომ ხო, ჩვენ ვითანამშრომლობთ და ეს არის ზუსტად რო არის, ხო, მაშინ ვინახია ხომ აი ჩვეულებრივი სოციალური შეხვედრები რო არის და როცა იცი რომ დიდი ურთიერთობა არ იქნება ადამიანს, ხო, ვითანამშრომლებთ მომავალში კი აუცილებლად. ის კი არა რაღაცა კონკრეტული ფაქტორი ამას გავიგე. დაურეკოთ ხოლმე ერთმანეთს. ხო, ვითანამშრომლობთ, აბა შევხმიანდეთ. და ქვეპუნქტი ბოლო ამ მე-13 პუნქტის არის რომ რუსეთს ისე მიიწვევენ G8 კავშირში მიიწვევენ იმანამდე წიშდა და რას აკეთებდა რომ დათავდა 13 პუნქტი მე-14 პუნქტი ეხლა ეს ძალიან საინტერესო პუნქტია იმიტომ რომ ეხება ისევ კონკრეტიკა არის აქა რუსეთის გაყინული ფონდების გამოყენება ხო ვიცით ჩვენ მილიარდებზე ლაპარაკი მოხდება შემდეგნაირად აქაც ქვეპუნქტებია 100 მილიარდი რუსული დოლარი ჩაიდება უკრაინის აღორძინებაში. ფაქტობრივად კონტრიბუციას ახდენებს რუსეთს ულაპარაკოთ თქვენ ხმა არ გავიგონო 100 მილიარდი თქვენი ჩაიდება უკრაინის აღორძინების კონტრიბუცია. Всё.
ქვეპუნქტი. ამერიკა ამ ჩადებული 100 მილიარდიდან მიიღებს მოგების 50%. რატო არ ხარ მნიშვნელოვანი ნახე რა ჭკვიანური ბებუნქტი. თქვენ არ გაგივათ იმას, ეხლა რუსეთმა რო თქვას, ხო, აი ისა რო იტყვიან ჩვენთან ის არის ჟღალი, რიჟა ბაზარიო, ხო, ზუსტად ქუჩაში. ზუსტად. აი თქვენ ეხლა ხო დავყიდები რომ 100 მილიარდი ჩავდებ და მე მოტყდები. და მე რა გადაგვაგდებ არჩარე. არა ბატონო, მაგის გარანტორი მე ვარ. 100 მილიარდს რო ჩადებ იმ ინვესტიციიდან მე უნდა მივიღო 50 მოგებიდან 50% და კეთილსინები, ამიტომ მე ვიქნები კაპი დაგითვლი. აუდიტი ვიქნები ფაქტიურად. აი ეს არის აუდიტად საკუთარი თავის შეყვანა, ისე რომ არ თქვა ეს რომ მე აუდიტი ვიქნები. ჩვენიერი ქვემუხლია. გ ევროპა დაუმატებს 100 მილიარდს. აი ნამეტანი ხო? შემოიტანე კი ბატონო. დ აი ხა ევროპაში გაყინულ რუსულ თანხებს მოეხსნება ყადაღა. ნუ კი ბატონო ეხლა რაღაცა უნდა მისცა რუსეთს არ იქნება რომ დანარჩენი მილიარდები კი ბატონო რაც არის შესას, მაინც მიუხედავად იმისა რომ მაინც ყადაღა დადებული და დამკვდარი და რაშინ მოუსვლელი რომ ქართული ნათქვამის არ იყოს ზუსტად ისეა, ვიცი ეგ ბრიუსელო ბელგიამ განაცხადა რომ არ ვაპირებთ ბატონო იმ თანხების ისა რა ქვია გამოყენებს უკრაინისთვის გადაცემას, იმიტომ რომ რუსეთის გვეშინია ხო? ძალიან მოხსნა. გაყინული ფონდების დანარჩენი ნაწილი ჩაიდება ამერიკა-რუსეთის ერთობლივ პროექტებში. ახაც გამორჩენაში ტრამპი ხო დავწინოთ ახლა. მაგრამ რა აბა რა ტყუილა არაფერს არ აკეთებს ეს კაცი ბიზნესმენი. ეს ფონდი მოემსახურება ურთიერთობების გაძლიერებას და მრავალი საერთო ინტერესის შექმნას. რათა საერთო ეკონომიკური ინტერესის შექმნას, რათა შემდგომში აღარ მოხდეს ადვილად კონფლიქტები. ნუ ხო ბლა ბლა ბლა, მაგრამ სწორია, როდესაც რაღაც ამ ეკონომიკური საერთაშორისო რაღაც ისინი შეიქმნება და ჭიდრო რაღაცა, რომ არ დაზარალდა ეკონომიკურად, ნუ მაქსიმალურად შეეცდები რომ არ აურიო მოკლედ იქ. სადაც შენ ჭამ მოკლედ იმ სუფრაზე არ ახტედა ისა რა ქვია, არ გადმოყარო ჭურჭელი. 14 პუნქტი გავიარეთ, თორნიკე, ჯერ კიდევ გვაქვს დრო. მეგონი საკმაოდ სწრაფად ვიდიოთ. ჯერჯერობით იგი არა, ჩვენ დროს შეზღუდულები არა ვარ. აი ამის შემდეგ რატომ არის მე მგონი მნიშვნელოვანი ხო მე მგონი მეთანხმები და იმედია ჩვენ მაყურებელს წარმოსახველი. ასე ვერსად ვერ ნახავთ და ეს არის დაწვრილებით ეს პუნქტები, თუ უამრავი ადამიანისგან მოვისმინე ვერ წავიკითხე რა ძალიან კარგია რომ შეაკეთებს. მიდის ვიშვიში უბრალოდ. მე-15 პუნქტი. შეიქმნება რუსულ-ამერიკული ერთობლივი სამუშაო ჯგუფი ამ პირობების აღსასრულებლად. ნუ კაი ერთია, ახლა თუ არ შეიქმნება ისე რომ ვიღაცა ხომ უნდა იყოს რაღაცა. არაფერი. ამაზე აღსასრულებელი არაფერი არ არის, მოდი ესეთ. მე-16. რუსეთს კანონმდებლობაში შეტანის დონეზე, ესე იგი უნდა შეიტანოს პრაქტიკულად კონსტიტუცია დაევალება ევროპისა და უკრაინის მიმართ არააგრესიული პოლიტიკის შემუშავება. ესე იგი რუსეთმა ფაქტიურად კონსტიტუციის და კანონის დონეზე უნდა შეიტანოს ცვლილება და დააფიქსიროს რომ ჩვენ არ დავეს ფაქტიურად თავდაუსხმელობის ფაქტია ეს. ჟურა, ახლა უკვე თავისთავად ეს პუნქტი კარგია, მაგრამ კიდე რა დატვირთო აქ იცით შეբიაზეთ მაგას. აი რუსეთი მაგ პუნქტზე თუ არ სიტყვის ხელშეკრულებაზე უარი თქვა. რა თქმა უნდა, სწორედ ამიტომ არის გაკეთებული რაღაცები, რომ იქ იყოს რაღაცებზე უარი თქვას, რაღაცებზე წამოვიდეს, აბა როგორ მიდის? საერთოდ ნებისმიერი ხელშეკრულება. მოკლედ, აი ასეთ პრინციპზეა, ეს არის სწორედ ამერიკული ცხოვრების წესი. და სწორედ ამერიკული სადაც კლასიკური დიპლომატია და მოლაპარაკება და ხელშეკრულებები დგება ამ პრინციპით, რომ ჯერ ჩაიყრება იქ ყველაფერი, სადაც საშუალება მიეცემა შემდეგ ორივე მხარეს რომ ამაზე იმუშაონ, ერთი ის კი არა რომ ერთ მხარეს მიაწვე და აი უკრაინას ჩაჩექმავენ და უკრაინას აიძულებენ რომ ხელი მოაწეროს რაღაც კატასტროფაზე. აი ახლა 16 მუხლი წავიკითხე და ნახეთ ამე არა, გავაგზავნოთ, აღარ გვინდა ლირიკა. მე-17 საერთაშორისო მნიშვნელობის ის არის ესა ჩვენ მაგალითად ქართული პროზაზე დიდად არ გვაინტერესებს, მაგრამ სოფლიოს მშვიდობისთვის საინტერესოა. ამერიკა და რუსეთი გააგრძელებენ შეთანხმებას ბირთვული იარაღის არ გავრცელებაზე. ჩვენი აი ეს
ძალიან კარგად მოიტანა და სპეკულირება გააკეთა მუხლის შემოტანის, აი ტრამპმა რო გააკეთა, ხო თქვა რომ განვაახლებ ხა ბირთვული არაღის გამოსდასო და და ეს საჭიროა, იმიტომ რომ იგივე ჩინეთთან დაკავშირებით რაღაცნაირად შემდეგ რო შეუზღუდონ სოფლიოში დონეზე შეთანხმება მოხდეს ამ ბირთვული არაღის გარდავრცელების, ეს არის ზოგადად უკრაინასთან დაკავშირებია, არის უბრალოდ საერთოდ რა უნდა აქვს. მე-18 აი რა უნდა აერთინან ჩანს მე-18 პუნქტი. უკრაინა დათანხმდება რომ დარჩეს არაბირთულ ქვეყნად და არ განავითაროს ბირთვული ენა. კი ბატონო. არც ახლა აქვს. მოკლედ ესე როგორია ის არაფერს არ თხოვს. ფული რო არ გაქვს და გეტყვია რომ თუ იმ ფულზე უარი თქვიო რა, იმ ფულზე რომელიც არ აქვს ისე. მე-19 ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური, რომელიც ახლა რუსეთს აქვს მთლიანად კონტროლის ქვეშ, ჩამოერთვა რუსეთს მისი კონტროლი და გადაეცემა მაგათეს საერთაშორისო ენერგიების საბჭოს კონტროლს და გამოუმუშავებული ელექტროენერგიის 50-50-ზე გაიყოფს უკრაინა და რუსეთი. დაახლოებით იგივეა რა ჩვენ ზენგუხეზე გვაქვს. ანუ მოდი ხას გავუსვა. არსებულ ვითარებას გაუჯობესება ხდება უკრაინის სასარგებლოდ. კვეთრად რომ დაცული თან რუსეთი არ იქნება მის კონტროლის ქვეშ, იმიტომ რომ მე რო ვთქვა, აი რუსეთს შეუძლია გადაუჭრას, არ მიაწოდოს ხელშეკრულება დარღვევა არა. ეს მაგათე ანუ საერთაშორისო ენერგეტიკული ატომური ენერგეტიკის საბჭოს გადაეცემა და იქ ჩამოსული რა არის იცი ამას არ უფიქრდებიან მაგრამ აი იმიტომ რომ ეს ისეთი დეტალია რომელსაც ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე არ უფიქრდება მაგრამ საერთაშორისო ჩვენ ვისაც ამაზე რაღაც გარკვეული გამოცდილება აქვს როდესაც ლაპარაკია რომ სადღაც კონფლიქტურ ზონაში საერთაშორისო მისიის წარმომადგენელი არის ჩვენ ხო კარგად ვიცნობთ და დაზვერვა ფაქტიურად ისეთი სპეცსამსახურების წარმომადგენელი რომელიც შენიღებული იქნება რა თქმა უნდა და რამხელა მნიშვნელობა აქვს იმას რომ იქ რუსი არ იქნება იქ იქნება კიდევ მეორე იქნება საერთაშორისო ატომური ენერგიის საბჭოს არ იქნება მაგითი უკვე ძალიან ფაქტიურად ყველაფერი გადაწყვეტებია კი ბატონო მე-20 პუნქტი ახლა გადავდივარ კიდევ ერთი საგანმანათლებლო. ორივე ქვეყანა თავიანთ საგანმანათლებლო სისტემებში დანერგავს ტოლერანტობას სხვადასხვა კულტურების მიმართ. ნუ კაი ერთია. ნებისმიერ ევროკავშირში თუ ერთიანდებით ეს ქვეპუნქტი A. უკრაინა მიიღებს ევროკავშირის კანონების შესაბამის კანონს რელიგიურ ტოლერანტობაზე და უმცირესობათა ენების შენარჩუნებაზე. ხო? იტყვის რა არის ამაში ცუდი მე ვფიქრობ ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანას უნდა ქონდეს. შეტყვა ვერაფერს ვერ ხედავ. მაგაზე ცუდი ინტერპრეტაციით გამოვიდა და ვაი ვიშიატეხეს და რო წავიკითხე აღმოჩნდა რომ აი აბსოლუტურად ეს სისულელი. რა არის ამაში უკრაინა რა თქმა უნდა რელიგიური ტოლერანტობა ამაზე რა ატეხეს. აქ არ წერია იქ რომ უნდა აღადგინოს იმის რუსეთის ეკლესია, პატრიარქატი და აბსოლუტურად არ წერია არაფერი. არანაირი კონკრეტიკა არ არის აქ წერია რელიგიური ტოლერანტობა ევროკავშირისში რაც არის, ზუსტად იმ კანონების შესაბამისი და არანაირი ახალი და მკვეთრი. B-ქვეპუნქტი. ორივე ქვეყანა გააუქმებს დისკრიმინაციულ ზომებს მედია საშუალებების და საგანმანათლებლო სისტემების მიერ სხვა ენაზე. ხო, კი ბატონო, ეხა რუსულად თუ იქნება რა ის რა ქვია რაღაც რუსულენოვანი მაყურებლები. სხვათა შორის. რუსული სკოლები ეს რუსეთისთვის უარესია, ვიდრე უკრაინისთვის, იმიტომ რომ უკრაინაში უკვე დამკვიდრდა რომ ესენი რუსულადაც ლაპარაკობენ და რუსეთში აკრძალულია ეს ყველაფერი. წარმოგიდგენთ რუსეთში უკრაინული ტელევიზია. ხო, კეთილი უნდა ინებოდა რუსეთმა ნება უნდა დართოს სწორედ უკრაინას დავასახლებს სადაც არის უკრაინული იყოს. ჩვენი ეს გეკუპუნქტი. ნებისმიერი ნაცისტური იდეოლოგია იქნება და უნდა იყოს ნუ კარგი და ნაცისტური იდეოლოგია უნდა იყოს აკრძალული მაგის მეორე მსოფლიო ომის მერე მიიღეს მაგის გადაწყვეტა. 20 პუნქტი ჩავიარეთ. რას ხედავთ, კატასტროფა იყო? არა. გავაგზავნე. აი, ეხლა მოდის მნიშვნელოვანი უკვე. აი ეს არის ის რაზეც, რა თქმა უნდა, სენტიმენტები და კიდევ მეორე დასაბუთებელი სენტიმენტები არსებობს იმისათვის, რომ ადამიანებს იპყრობს სამართლიანად კიდევ მეორე სამართლიანად იპყრობს უსამართლობის შეგრძნება. იმიტომ რომ გამოდის რა, აი მაგალითად იგივე უსამართლობის შეგრძნება, მოდი დავფიქრდით ასე. რატომ მოიყვანეთ დასაწყისი ჩვენი საუბრის დასაწყისში მაგალითად კიდევ მეორე გაპრავებაზე არის საუბარი აქ და გამართლებაზე. აქ არის საუბარი იმაზე, როგორ მუშაობს სოფლიო პოლიტიკა.
როგორ მუშაობდა და რა მორალური, ეთიკური და პოლიტიკური კატეგორიები აქვს. და გავიხსენოთ ახლა მორალური, ეთიკური თვალსაზრისით, პოლონეთს არა, იმიტომ პოლონეთის შედარება ამ შემთხვევაში არ გამოვაგარ. ფინეთი. რატომ უნდა დაეთმო ფინეთს კარელია თავისი ტერიტორიის 12.8%-ია სპეციალურად დავამოწმე, სპეციალურად გადავხედე რა იყო, რა რაოდენობის, რა ტერიტორია იყო პატარა საქართველოს ხელა ქვეყნისათვის 3 მილიონი მოსახლეობის 12.8% წაღებული იყო ტერიტორია. ხო? ოღონდ კიდევ მეორე. დე იურე. კიდევ მეორე. დე იურე. აქ ხოჭით ეშმაკი დეტალებშია. დე იურე აღიარება ნიშნავს საბოლოო აღიარებას ოფიციალურად დასრულებულს. დე ფაქტო არის არსებული რეალობის აღიარება, იმიტომ რომ ამ არსებულ რეალობას შენ ამ ეტაპზე ვერ ცვლი. რა მოხდება შემდგომ, ეს უკვე შემდგომი ისევე როგორც მაგალითად შეიძლება გერმანია გაერთიანდა ხო მე მოხდა. არავინ არ ვიცით რა მოხდება, რა პროცესები წავა რუსეთში, რა პროცესები წავა ევროპაში, რა მოხდება, არ ვიცით. მაგრამ მე ცოტა უფრო ძაფრად ვიტყოდი. რადგან დე იურე აღიარებული შენარჩუნებულია, როგორც კი რუსეთში პროცესები წავა და რუსეთი მოსუსტება, ეს ტერიტორიები დე ფაქტოც გახდება. ეს არის სწორედ ჩადებული ძალიან ჭკვიანური ნაღმი, საერთოდ ხო ვიცით რომ რუსებს უყვართ ნაღმის ჩადება. აი ახლა ამერიკამ გადასაევად ჩაუდო მშვენიერი ნაღმი, კაი პატრუკით ჩაუდო. განვიხილოთ ახლა 21 მუხლის A ქვეპუნქტი. ყირიმი, დონეცკი და ლუგანსკი. ეს იყო სწორედ ისედაც ყირიმი ოკუპირებული იყო 2014 წლის πριν უკვე ვიცით ჩვენ ძალიან კარგად სანამ ეს დიდი ომი დაიწყო მანამდე. დონეცკი და ლუგანსკი დე ფაქტო იქნება აღიარებული რუსულად. მათ შორის ამერიკის მიერ. კიდევ მეორე რამკუტარი და რაშინ მოუსმელიო წაღებული ეს ტერიტორიები დგას. კიდევ მეორე ამას შეხედავთ აქ ამ მორალური და ეთიკური კატეგორიები აქ არ მოქმედებს მორალურ და ეთიკურად რა არის სწორედ ძალიან კარგად ვიცი და ნებისმიერ ადამიანს. ისე რა ძალიან უსიამოვნო განცდას ტოვებს, მაგრამ მეორე მხრივ შეგვიძლია ამისი სხვანაირად ხო, რა თქმა უნდა, მე ვისაუბრე და ალტერნატივა რა არსებობს ამასთან დაკავშირებით. ალტერნატივა ეს ალკე საკითხია. B ქვეპუნქტი. ხერსონსა და ზაპოროჟიეში გაყინვა, კონფლიქტი გაყინვა მოხდება შეხების ხაზზე, რაც ნიშნავს ამ ხაზის დე ფაქტო საზღვრად აღიარება. კიდევ მეორე, არა დე იურე, ხო სადაც არის, ხო? ეს არის აქ შეხების ხაზზე საომარი. ბუნებრივი. G. ამ ხუთი რეგიონის მიღმა, აი ახლა ამ პირველ მეორე პუნქტში აწევა. ამ ხუთი რეგიონის მიღმა დაპყრობილი ყველა ტერიტორიიდან რუსეთი უპირობოდ გავა. კარგია. ნორმალურია. D. შვენიერი. ხო, უკრაინ D ბოლო ქვეპუნქტი 21 მუხლის უკრაინელები გავლენ დონეცკის იმ რაიონებიდან იმიტომ ეს სამაგიერო ის არის, ხო? რომლებსაც ამჟამად აკონტროლებენ და ეს ტერიტორია აღიარებული იქნება ნახე როგორც ნეიტრალურ დემილიტარიზებულ ბუფერულ ზონად. რუსეთს კი არ გადაეცემა ისე რომ მთლიან რომ იქ ჯარი დააყენოს და შეტევითთვის ადი. არა. ანუ ესენი გამოდიან, მაგრამ ისინი ვერ შემოდიან. ხო, ვერ შემოდიან. ნეიტრალური დემილიტარიზებული ბუფერული ზონა, მაგრამ აი ეს არის ხო? აი ეს არის რუსეთისთვის ასე ვთქვათ, იმე 6 თვის მიცემა როგორც ჩემი არ იყოს. მაგრამ იქნება დე ფაქტო რუსეთის კუთვნილება. რუსეთის შეიარაღებული ძალები არ შევლენ ბუფერულ ზონაში. აეგზალებათ მათ ბუფერულ ზონაში შესვლა. აი ეს არის 21 პუნქტი ტერიტორიებთან დაკავშირებით. სასიამოვნოა? არა. კარგია? არა. კიდევ ვიმეორებ, აი ამ არას მე პასუხობ ეთიკური, მორალური, სამართლიანობის, ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანური შეხედულებით. არა. ახლა შევხედოთ ამას პოლიტიკურად. პოლიტიკურად განხილვა, პოლიტიკა იმიტომ მოიყვანე მაგალითები, ისტორიული, ასე შემდეგ როგორ ხდება. კი ბატონო, აი ეს არის უბედურება, სწორედ ისევე როგორც პოლონეთს მეთქე, ხო? პოლონეთს სამუდამოდ წაართვა და იქ დღევანდელი უკრაინის ტერიტორია ახლა პოლონეთმა რომ მოითხოვოს მაშინ მომეციო ხო ეს ლოვი პოლონური ქალაქი იყო ცნობილი პოლონური ქალაქი იყო ხო მისცენ მაშინ ვერა ხო
იმიტომ რომ ის დე იურე ჩამოყალიბდა. აი ეს არის ძალიან მაგარ მხარდაჭერა ჩანს ამ 21 პუნქტში და სწორედ ამიტომ ამბობ რომ რუსეთი არის სწორედ რომ ამას ხელს არ მოაწევს და თუ არ მოაწევს ძალიან კაი თუ არ მოაწევს რუსეთი იქნება სწორედ დამნაშავე მაგრამ თუ არ მოაწევს პირველად ხო აი მე უფრო მიმჯახდება ის აზრი რომ რუსეთი ამას ხელს არ მოაწევს ხო და რუსეთს უნდა რომ უკრაინა ააგდოს რომ ტრამპის თვალში მე უკრაინა იყოს დამნაშავე და უკრაინა დასაჯოს მე ტრამპი აი ამიტომ უნდა იყოს უკრაინას სწორედ გონება და დიპლომატია და ტვინი და ის ნუ ქართველებზე აღარ მაქვს საუბარი ხელი მაქვს ჩაქნეული რომ უბრალოდ გაიგოს ეს რომ ძალიან პირიქით ამ შემთხვევაში ეს 22 პუნქტი უკვე აი ეს იყო 21 ძიმე 22 ისევ წყალტალა ზემოაღნიშნული ტერიტორიული მორიგების შემდეგ რუსეთი და უკრაინა პირობას დებენ რომ აღარ შეცვლიან ამ განლაგებას სამხედრო ძალის გამოყენებით. ნუ გასაგებია ეს არ განაახლებ კაი ერთი ომი აღარ იქნება, ომს აღარ დაიწყო. აღარ იქნება ხო, თუ განცალკევდით ბუფერული ზონა შეიქმნა, იქიდან გამოვიდა, აქედან გამოვიდა, ომი აღარ იქნება თავისთავად, ხო? უბრალოდ აი კიდევ იმას დავამატებ რა. სინამდვილეში ამ პუნქტის პოტენციური დამღები ვინ არის? ვინ შეუძლება პოტენციალი აი ამბობს რომ სამხედრო ძალას არ გამოიყენებენ. თუ ვინმე დაარღვევს რუსეთი დაარღვევს და იმ წუთში ძალა ეკარგება ყველაფერი ამას და მაშინ უნდა საჯარიმო თუ დაარტყამს ამუშავდება დაუბრუნდები უკან ეგრევე დაუბრუნდეთ უკან რომელიც იყო ესა დაუბრუნდეთ უკან მე-10 პუნქტის გ ქვეპუნქტს თუ რუსეთი ისევ შეიჭრება უკრაინაში კოორდინირებული სამხედრო პასუხის გარდა ყველა გლობალური სანქცია აღდგება. აი ეს არის შედეგი თუ ამას დაარღვევ. მე თუ მკითხავ ძალიან მაგარი რამე. 23. რუსეთი არ შეუშლის ხელს უკრაინას, რომ გამოიყენოს დნეპრი, იმიტომ იქ საზღვარზე იქნება კომერციული მიზნებისათვის და შავ ზღვაში მარცვლეულის უსაფრთხოების ტრანსპორტირება აღადგეს. ნუ ხო აქამდე დაждდებდნენ ამას და აფეთქებდნენ იმის უკრაინის იმას რა ქვია სატვირთო ხომალდებს და ნუ არაფერს ჩვენ არ გვაძლევს ზოგადი ის არის. ნუ მაგრამ უნდა დაფიქსირდეს ხელშეკრულებაში და ბოლო პუნქტი მოვედით 24-ზე. ტყვეები და გვამები, დაუბრუნდა გვამები, გაიცვლება ყველაზე პრინციპით, მე აქ ქვეპუნქტებია B ყველა სამოქალაქო და დაკავებული და ბავშვი დაბრუნდება, ოჯახების გაერთიანების პროგრამა შეიქმნება, ეს გეპენდა D აი დაზარალებულთა ტანჯვის შესამძლებელი ღონისძიებები განხორციელდება დაზიანებულ და გაუბედურებულ ადამიანებს, გადაეცემა რა თქმა უნდა ფინანსები და ასე შემდეგ ეს იყო. 25 პუნქტი. უკრაინა ჩაატარებს არჩევნებს 100 დღეში. ეს რა არის? ეს ფაქტობრივად ძალიან ეს არის ფაქტი, რომელიც უნდა მოხდეს, ისედაც იმიტომ რომ უკრაინამ თვითონ ამ უკრაინის პრეზიდენტმა ერთად განაცხადა, რომ არჩევნები ეს არის გამეორება იმისა, რაც თვითონ უკრაინამ პირობა დადო. როგორც კი შეწყდება ცეცხლი, მე ჩავატარებ არჩევნებს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უნდა ჩატარდეს, თორე წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინა ჩაითვლება, მაშინ არავით არ იძულება ამაში არა. ამიტომ არანაირი იძულება, ამიტომ აბსოლუტურად ამაში ვერაფერს ვერ ხედა. აი რა არ მომწონს და რა ერთადერთი აი რამაც აი ყველაზე ესეც სუდად მომხვდა და რაზეც შესაძლებელია ალბათ უნდა ილაპარაკონ, მაგრამ შეიძლება ეს სპეციალურად ჩადებული რამდენიმე მიზეზის გამო. და გეტყვით გავიხსენოთ ჩვენ რომ ჰააგის სასამართლომ ოფიციალურად გამოაცხადა პრეზიდენტი, ნუ პრეზიდენტი ხო რაც არის მოგვიყვება ჭალებში პუტინი საერთაშორისო სამხედრო დამნაშავედ. ხოსე. და სამხედრო ვინაიდან შეიძლება სამხედრო დამნაშავედ და აი ახლა გავიხსენოთ ეს ფაქტი და ამის შემდეგ ახლა წავიკითხავ 26 პუნქტს და თქვენ მიხვდებით რატო ჩაიდო ეს 26 პუნქტი. და ძირითადად რასთან არის კავშირი? კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარე მიიღებს სრულ ამნისტიას ომის დროს ჩადენილი დანაშაულებებისათვის და დათანხმდება რომ მომავალში არ ქონდეს არანაირი პრეტენზია და არანაირი ისა რა ქვია სასამართლოში არ შეიტანოს არანაირი სარჩელი აი ამ ომის დროს ჩადენილი დანაშაულებებთან დაკავშირებით. აი ეს არის სწორედ. მე ჩავდივარ, იმიტომ რომ
მაგ შემთხვევაში ეს პუნქტი რო არ ჩაიდოს პუტინის როგორც სამხედრო დამნაშავის ის გაგრძელება და რუსები ამაზე იდავებენ. ახლა ამაზე როგორ გაგრძელდება, რანაირად იქნება, ასე შემდეგ მორალურად ყველანაირად. ზურა შენ მართალი ხარ, პირადად ასე ვთქვათ, პიონულად ძალიან მაღიზიანებს, იმიტომ რომ მგონია რომ აუცილებლად უნდა დაისაჯოს სამხედრო დამნაშავე, მაგრამ მეორე მხრივ გაურებული სამაკ. თუ ამ ხელშეკრულებას შენ იმ კაცს თავაზობ, ვინც სამხედრო დამნაშავეა, დაეუნე რასეუნები, მაშინ რომ ხელი მოაწერე და მე დაგიჭერო? ნუ არ გამოვა რა რეალურად. აი ზუსტად იმიტომ მოვიყვანე მაგალითი, აი ჩემს ცხოვრებისეული მაგალითი, როდესაც ხელშეკრულება თუ შენ სამშვიდობო ხელშეკრულებას, საერთოდ ნებისმიერ არ აქვს მნიშვნელობა სამშვიდობო იქნება თუ არა, ხელშეკრულებას თუ დებ, იცი რომ შენ ორივე მხარეს აქვს თავისი მოთხოვნების მაქსიმუმს მოითხოვს, ხო, ორივე მხარე. და რასთან მედიატორი დასაკეთებს, მედიატორს მიიყავს ეს სადღაც შუაში. ორივე მხარე რაღაცას თმობს, მისთვის მეტნაკლებად მისაღებს დათმობებს, რაღაცა, რომ არც ერთმა მხარემ არ იგრძნოს თავი შეურაცხყოფილად, გაუპატიურებულად და დამცირებულად. კი ბატონო. მოკლედ, აი ინტერპრეტაციები ამაზე შესაძლებელია, ჩემი ინტერპრეტაცია პირდადად არის ეს. რომ ეს ჩადებულია იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში თორემ დარწმუნებული ვარ, რატომაც მე არ ვიცი, ხა საიდან მოდის, რომ აი ამაში შეიძლება მე ქვეპუნქტი ჩაიდოს, რომ აი განსაკუთრებით ისინი ვარ პირდაპირ უშუალო გაუპატიურება, მკვლელობა, დახვრეტა, დამახინჯება ადამიანები და ასეთი რაღაცები. უშუალოდ ისინი, ხო? უშუალოდ ჩამდენები და რაღაცები, ალბათ ქვეპუნქტი გაუკეთება, ჯერჯერობით 26 პუნქტს ქვეპუნქტი არ გააჩნია. 27 ეს გეგმა ხელშეკრულება იქნება სამართლებრივი დოკუმენტი და გარანტირებული ეგრეთ წოდებული მშვიდობის საბჭოს მიერ, რომლის ხელმძღვანელიც იქნება პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ესე იგი რას ნიშნავს, რომ თავისთავად ამ ხელშეკრულებას, აი რა საინტერესოა ხა, მე დავფიქრდი, რომ დონალდ ტრამპი ხო შემდეგი 3 წელიწადი გადარჩა, ხო? ესე იგი და ამ შემდეგ 3 წელიწადში უნდა მოხდეს ამ ყველაფრის მაქსიმუმ მოგვარება, იმიტომ რომ ამ მშვიდობის საბჭოს თავმჯდომარე, მე მშვიდობის საბჭო უნდა გაუქმდეს და სხვა ეტაპზე უნდა გადავიდეს, ხომ? ეს მადლებს მე აი ამ მოქმედებების დაახლოებით time frames რასაც უძახიან, დროის ჩარჩოს. ხო, რაღაც 3 წლიანი ჩარჩოა დაახლოებით, რომ ეს სწრაფად უნდა მოხდეს. აი რაც შედის ამაში, ევროკავშირში გაერთიანება იქნება, ეს სხვა რაღაც აი ამ დანარჩენი დანარჩენი პუნქტებში რაც არის მნიშვნელოვანი ფაქტორები ჩადებული, რაც უნდა განხორციელდეს, რაც აუცილებელია უკრაინის უშიშროების შენარჩუნებისათვის და ინტერესების შენარჩუნებისათვის, აი ეს უნდა ყველაფერი უნდა მოხდეს, ჩაბეტონდეს და ჩადუღავდეს შემდეგი მაქსიმუმი 3 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ მე მშვიდობის საბჭო თავმჯდომარე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ იქნება. და ამის ბოლო წინადადება 27 პუნქტის დარღვევებისათვის დაწესებული იქნება შესაბამისი სანქციები. ნუ იმიტომ რომ აქ პირადად ტრამპს აღენებს შეურაცხყოფას. მშვიდობის საბჭო ის არის გარანტორი და ჩვენ დაარღვევა მას პირადად ჩემთან გეკრება საქმე, ამბობს ბატონი ტრამპი. და გადავედით მივედით 21 საბოლოო პუნქტზე, როგორც კი მხარეები შეთანხმებიან მემორანდუმის პუნქტებზე, ცეცხლი დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ორივე მხარე უკან დაიხევს წინასწარ შეთანხმებულ სრულდებებთან. აბატონო, ჩავერთ ეს 20 პუნქტი. აი ეხა ხო ნახოთ კიდევ იმე ძალიან საინტერესოა იცი რა გზადა უყურებდი შეკითხვას და პრაქტიკულად გზადაგზა უყურებდი შეკითხვას პრაქტიკულად ყველა შეკითხვაზე გაეცა პასუხი მაგრამ მაინც ვეცდები რომ ვნახო კი ბატონო ანუ დრაფტია შესანიშნავი ხელშეკრულება ვიღაცა რა მაგალითი იცითო იმისიო რომ რუსეთმა საერთოდ რომელიმე ხელშეკრულება დაიცვა და არ დაარღვია. და მარემ გადავაბამ ამაზე მე მიცემ რეაქციას, გადავაბამ გარანტია ვინ იქნება რუსეთი რომ არ დაარღვევს თუ არ ჩადგა ევროპის სამშვიდობო ძალები კონფლიქტის ისე განახლების ისე დამუშავების მეთოდები. კიდევ მეორე აქ ვერ მოედავ. აი ნუ რა გარანტიაზე იდაპარე. გარანტიაზე მეტი გარანტია ისევ გაგიმეორებ დაუბრუნდები მე-10 პუნქტის G მუხლს. თუ რუსეთი ისევ შეიჭრება უკრაინაში ევროპისა და ამერიკის და უკრაინის კოორდინირებული სამხედრო პასუხის გარდა აღდგება ყველა გლობალურ სანქციამ. მეტი ვინ უნდა იყოს გარანტორი?
ნატოს მეხუთე მუხლია თქვი და მეტი რანაირად აქვს ნახა. ხო, ახლა ორი რამე წერია. სანქციები ისევ და კოორდინირებული სამხედრო პასუხი. ესეთი რამე ჯერ ყოფილა? არ კოორდინირებული სამხედრო პასუხი. სადმე კოორდინირებული წერია სიტყვით შეგიძლია გადაამოწმოთ. მე ხა ვიცი რომ აქ ნაში ყოველ სიტყვაში 130 თვლიან, ყველა 130 თვლიან და კიდე გეუბნებით კოორდინირებული სამხედრო პასუხი იქნება, ესე იგი ნატოსი, ამერიკის შეერთებული შტატების და უკრაინის კოორდინირებული სამხედრო პასუხი გაეცემა რუსეთის შეჭრის ცდილობას უკრაინის. მეტი რა გარანტია უნდა იყოს ამას უკეთეს? ანუ მეხუთე პუნქტი არის კვადრატში აყვანილი რა რეალურად რა. ვალდებულება პირდაპირ არის გაწეული. ამიტომ არის მეთი კიდევ იმეორებ, ამක არის ჩადებული ხელშეკრულება, ძალიან კარგი ხელშეკრულება. არ არის ბატონო, კარგი ხელშეკრულება რა იქნება, იცით? და გადასავალი რუსეთი დამარცხდა, ჩაიწიხლა და წავიდა მთლიანად ყირიმი უპირობო კაპიტულაცია. ხო. უპირობო კაპიტულაცია. ეხლა ეს იქნება ისა რა იდეალური გადასარევი, ისევე როგორც ამბობენ, აი პრეზიდენტი ეს ტრამპი ეს დეგენერატი ეს იმბეცილი ეს მოვიდა. კაცო, ალტერნატივა ვინ იყო? იმას გეუბნებით, ალტერნატივა ვინ იყო, თორე იდეალური პრეზიდენტი ის არ იყოს პიპინიას და იმის არ იყოს რა ცნობილი დიალოგი გვახსენდება. ზურა, ესეთი შემოვიდა ეხლა კომენტარი რომ ბისმარკმა რო თქვა ხალხის ფურცლის ფაზზე რა ტყუილია, ეხლა მე სანამ ზურაიტყვი შეგიბრუნებ. თუ ეგრე არის, მაშინ რას ნერვიულობ? მაშინ საერთოდ რას არის, მაშინ გაგრძელეს ესე იგი არც ხელშეკრულება ყოფილა, არც გაგრძელეს. მაშინ რას ნერვიულობ მაშინ? კი ბატონო, მაშინ ხო, მაშინ რატო ნერვიულობ საერთოდ? თუ ყველაფერი ხალხის ფასია და არაფრის ფასი არ აქვს და არაფერი არ მოხდება და არაფერი არ შედგება, მაშინ მიდის ეს ომი და იომოს ამ ხალხმა და გაგრძელებს დაეუბნონ მაშინ. სანამ არ გაჩერდნენ მაშინ. ნუ არ ვიცი უბრალოდ რა ანაირი ისე განცხადებები. ხო, მე ეს ძალიან წაიკითხეთ და გაიაზრეთ მესამე პუნქტი. რუსეთი აღარ უნდა დაესხას თავს მეზობელ ქვეყნებს. ამაში შედის საქართველო და ეს თუ მიღებული იქნა. ამ ხელშეკრულების ნებისმიერი პუნქტის დარღვევა გამოიწვევს მეათე პუნქტის გვეპუნქტის ამოქმედებას. ხო? ესე იგი რას ნიშნავს ეს რომ თუ დღეს მე ხვალ მოიწაი აი ჩვენ უკრაინას დაგუპეს და ჩვენს დაგუპავს და არა ბატონო კი არ დაგუპავს თუ ეს ხელშეკრულება ხელმოწერილი იქნა ჩვენ შეგვიძლია მიუტრიალდეთ და უთხრათ ოცნების პროპაგანდისტებს რომლებიც ამ სისულელებს და თბილებს გვასახებენ სიმართლეს და უთხრათ ბატონო რუსეთმა ხელი მოაწერა ამერიკასთან ოფიციალურ ხელშეკრულებას რომ აღარ დაესხება თავს არც ერთ მეზობელ ქვეყანას და ეს ხელმოწერილი და გარანტირებულია შვიდობის მსოფლიო საბჭოს მიერ რომლის თავმჯდომარე არის თავად პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და შეგიძლიათ პირდაპირ დონალდ ტრამპთან უშილოთ თუ რუსეთმა დააპირა საქართველოზე რაიმე შეერაღებული აგრესიის განხორციელება. შვენიერი დოკუმენტი შეიქმნა, შვენიერი დოკუმენტია, რომელზეც შეგვიძლია აპელირება და ვისაც აინტერესებს შეუძლია საკითხოთ ვეზარება მოისმინოს თავისი განმარტებებით. ამაზე მეტი ძალიან დიდი მადლობა ზურაანისთვის რა. აი ძალიან დიდი მადლობა. არაფერს და პუნქტობრივად არის განხილული. არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში აი ამის თქვა მინდოდა დღეს მე მგონი უკვე გადავღალეთ ჩვენი მსმენელები და მეტის გაგრძელება არც არის საჭირო, იმიტომ რომ საჭიროა ამ ყველაფრის რაც ვისაუბრეთ, ყოველ შემთხვევაში ამ ყველაფრის გააზრება, გაიაზროს ამ ხალხმა, დაფიქრდნენ კიდევ ერთხელ, გაიაზრონ რეალობა, გაიაზრონ ისტორია, გაიაზრონ ის რეალობა რაც არსებობს და პლუს ამას ამ პუნქტებს კიდე ნახონ ამ smoke screen-ის ანუ ყვამლის ფარდის მიღმა დაინახონ ის მნიშვნელოვანი ნაღმები სინამდვილეში რომელიც გადასარევად შეუცურა ამერიკულმა და ვაკებ ყოველ შემთხვევაში ნამდვილად საკებარია მარკო რუბიო რომელიც ვიცით რომ მონაწილეობდა ამის რომ ძალიან კარგად მომზადებული ხელშეკრულებაა. აი იქნება დილეტანტების და არიფების მომზადებული დილეტანტების და არიფების კი არა ძალიან ჭკვიანი და ძალიან ესეთი გამჭრიახი ტიპების მიერ არის მომზადებული იმიტომ რომ უმეტესობა 99%-მა დაინახა სისულელები. რაღაც სისულელები წერია, იმ სისულელებში 2-3 პუნქტი მნიშვნელოვანი, რომელიც არის საფუძველი ფაქტიურად ევროპის და უკრაინის და საქართველოს მათ შორის შემდგომი უშიშროებისა. ყოველ შემთხვევაში იმ ხნის განმავლობაში, ნახნის განმავლობაში სანამ რუსეთი არ დაარღვევს რომელიმეს და რო დაარღვევს, ვიცით უკვე რა პასუხსაც მიიღებს.
ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო საუბარი გამოვიდა. კიდევ ერთხელ მადლობა ზურას. მადლობა ჩვენს მაყურებელს, ვინც აქტიურები იყავით, ვინც გვისმენთ, თვითმომავალში მოისმენთ. შემოგვერთდით, გამოიწერეთ დარიოს YouTube და მომავალ შეხვედრამდე უკეთესი სიმედით. დარიო რადიო, მუდამ კარგი დარია.